ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რატომ არსებობს საერთოდ მატერია? რატომ არ განადგურდა ადრეულ სამყაროში მატერია და ანტიმატერია ერთმანეთთან შეჯახებისას? და რატომ ვართ დღეს აქ? ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენ თვითონ. ამ ვიდეოში საუბარი იქნება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოზე, თანამედროვე ფიზიკაში. მატერია ანტიმატერიის ასიმეტრიაზე. ასევე გავიგებთ, რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში. და როგორ შეიძლება ეს აღმოჩენა დაგვეხმაროს სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოცანის ამოხსნაში. ამ საკითხებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მეცნიერი, ტელეწამყვანი თეორეტიკოსი, მსოფლიოში ცნობილი იუთუბერი ნილ დეგრას ტაისონი. რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე გიჩვენებთ. კოდის ამ ეპიზოდში ორ თემატურ ვიდეოს გავაერთიანებ. პირველი ეს არის სამყაროს წარმოშობის ადრეული პერსპექტივა, ხოლო მეორე პირველი ვარსკვლავების დაბადების დრამატული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. დავიწყებ ადრეული სამყაროს თემით. რატომ არსებობს საერთოდ მატერია სამყაროში? ეს თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კითხვაა და შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდმა ნაწილაკთა ამაჩქარებელმა ამ კითხვაზე პასუხისძიებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დაუბრუნდეთ იმ დროში, როდესაც სამყარო მატერიისა და ენერგიის მომდუღარე ნაზავს წარმოადგენდა. ენერგია ფოტონების სახით ვლინდებოდა, ხოლო მატერია ნაწილაკების სახით. სინამდვილეში ეს იყო მატერიისა და ანტიმატერიის ნაწილაკთა წყვილები. როდესაც ფოტონს საკმარისი ენერგია აქვს, ის სპონტანურად გარდაიქმნება ნაწილაკთა წყვილებად. აინშტაინის ფორმულის ევდრის mc² თანახმად, ენერგია შეიძლება გადაიქცეს მატერიად. სხვათა შორის, სწორედ ამ ფორმულისთვის არ მიუღია აინშტაინს ნობელის პრემია 16 წლის შემდეგ. პროცესი ასე მუშაობს. თავიდან გვაქვს ენერგია. თუ ენერგიიდან მატერია წარმოიქმნება, ეს მატერია ისეთი უნდა იყოს, რომ მისი ხელახლა გაერთიანებით ისევ იგივე ენერგია მივიღოთ. ამიტომ, როდესაც ფოტონი მატერიად გარდაიქმნება, ის ქმნის მატერიისა და ანტიმატერიის ნაწილაკთა წყვილს. შემდეგ ეს ნაწილაკები ერთმანეთს პოულობენ და ისევ ფოტონად იქცევიან. სწორედ ასეთი სუპი არსებობდა ადრეულ სამყაროში. უწყვეტი გარდაქმნები ენერგიასა და მატერიას შორის. სადაც მატერია იყო, იქ ანტიმატერიაც არსებობდა. მზად, რომ ერთმანეთი გაენადგურებინათ და ისევ ფოტონებად ქცეულიყვნენ. სამყარო ამ მდგომარეობაში მშვიდად არსებობდა, სანამ გაფართოვდებოდა და გაცივდებოდა. შემდეგ კი რაღაც იდუმანი მიზეზის გამო, მილიარდიდან ერთ შემთხვევაში, ფოტონის მატერია ანტიმატერიის წყვილად გარდაქმნისას, მხოლოდ მატერიის ნაწილაკი წარმოიქმნა და ანტიმატერია არა. ყოველ 999,999,999 ფოტონზე ერთი ასეთი შემთხვევა მოდიოდა. ამგვარად, ერთ-ერთი მატერიის ნაწილაკი უპარტნიოროდ დარჩა. სამყაროს გაფართოებისა და გაცივებისას მატერიისა და ანტიმატერიის ნაწილაკები, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს, ვლავ ფოტონებად გადაიქცნენ. ხოლო ის ერთი დარჩენილი მატერიის ნაწილაკი გადარჩა. სწორედ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ დღეს. ადრეულ სამყაროში რაღაც სიმეტრია დაირღვა. სიმეტრიის კანონები ფიზიკაში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებია. ისინი გვაძლევენ წარმოდგენას მოვლენებზე, ექსპერიმენტებზე, დროზე, სივრცესა და სხვა გარემოებებზე, რომელთა შესახებაც ამ კანონების გარეშე ვერაფერს გავიგებდით. ამიტომ თუ სიმეტრია ირღვევა, აუცილებელია გავარკვიოთ, რატომ მოხდა ეს. ეს დიდი ხნის განმავლობაში თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩებოდა. სამყაროს გაცივებასთან ერთად ფოტონების ენერგიაც თანდათან მცირდებოდა, როდესაც ეს იმაზე ნაკლები გახდა, ვიდრე ორი ნაწილაკის შესაქმნელად იყო საჭირო. ენერგიის მატერიად გარდაქმნა პრაქტიკულად შეწყდა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს ვარსკვლავების ბირთვებში, მაგრამ მთლიანად სამყაროს მასშტაბით ის შეჩერდა. ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ, რატომ დაირღვა ეს სიმეტრია. ვერ მოვახერხეთ მისი გამეორება ლაბორატორიებში ან ნაწილაკთა ამაჩქარებლებში, რომლებიც ფაქტობრივად ადრეული სამყაროს მოდელებია. სწორედ ასეთ ამაჩქარებლებში ვქმნით პირობებს, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ არსებულ გარემოს ჰგავს და ამ გზით ვსწავლობთ, რა ხდებოდა მაშინ. ბერძნები ფიქრობდნენ, რომ თუ მატერიას სულ უფრო და უფრო პატარა ნაწილებად დავყოფდით, მივიდოდით ისეთ ნაწილაკამდე, რომლის გაყოფაც შეუძლებელი იქნებოდა. ბერძნულად განუყოფელს ატომი ეწოდებოდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ატომები სინამდვილეში განუყოფელი არ არიან. ისინი შედგებიან სხვა ნაწილაკებისგან, ელექტრონებისგან, რომლებიც ელექტრულ დენს ქმნიან და ატომის ბირთვისგან, რომელიც პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგება. შემდეგ გაირკვა, რომ პროტონები და ნეიტრონებიც შეიძლება დაიშალოს კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად. ამ დროს ფიზიკოს მეორეტიკოსმა მიურეი გელ-მენმა ივარაუდა, რომ პროტონსა და ნეიტრონში სამი პატარა ნაწილაკი უნდა ყოფილიყო. ჯეიმს ჯოისის წიგნ ფინეგანის გამოღვიძებიდან გახსენებული ფრაზის გავლენით, მან მათ კვარკები უწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კვარკების სახეობები სამზე მეტია, თუმცა სახელწოდება დარჩა. კვარკებს წილადი მუხტები აქვთ. მაგალითად, თუ პროტონი 3 კვარკისგან შედგება და მისი საერთო მუხტი +1-ია, მაშინ ამ კვარკების მუხტების ჯამიც +1 უნდა იყოს. პროტონში 2 კვარკის მუხტი +2/3-ია, ხოლო 1-ის -1/3. ანუ 2/3 +2/3 და -1/3 უდრის +1-ს. ანტიკვარკებს საწინააღმდეგო მუხტები აქვთ. მათი სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება მივიღოთ უარყოფითი მუხტის მქონე ნაწილაკები, ან საერთოდ ნეიტრალური ნაწილაკები. თუ ანტიმატერიული ნეიტრონის შექმნა გსურს, უნდა ავიღოთ ნეიტრონის შემადგენელი კვარკების შესაბამისი ანტიკვარკები. შედეგად მივიღებთ ანტიმატერიულ ნეიტრონს, რომელსაც ისევე როგორც ჩვეულებრივ ნეიტრონს, ნულოვანი მუხტი ექნება. ეს არის ნაწილაკთა ფიზიკის ერთ-ერთი საინტერესო მხარე. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, სხვათა შორის აღმოვაჩინეთ, რომ ნაწილაკები 3 ენერგეტიკულ ოჯახად იყოფიან. პირველ, ყველაზე დაბალ ენერგეტიკულ დონეზე. ის ნაწილაკებია, რომელთაგანაც ჩვენი სამყარო შედგება: ელექტრონები, პროტონები და ნეიტრონები. შემდეგ მოდის ამ ნაწილაკების უფრო მძიმე ვერსიები. ხოლო მესამე დონეზე კიდევ უფრო მაღალი ენერგიის ნაწილაკები, რომლებიც ყველაზე მძლავრ ამაჩქარებლებში აღმოვაჩინეთ. ამ ყველაფრის ერთიან აღწერას ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელი ეწოდება. ბოლო პერიოდში CERN-ში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, დიდ ადრონულ კოლაიდერში, მეცნიერებმა მატერიისა და ანტიმატერიის წარმოქმნაში ასიმეტრია აღმოაჩინეს. მათ გამოიყენეს განსაკუთრებული ტიპის ნეიტრონი. ჩვეულებრივი ნეიტრონის ერთ-ერთი კვარკი, უფრო მაღალი ენერგიის კვარკით შეცვალეს. შედეგად მიიღეს მძიმე ნეიტრონი. შემდეგ დააკვირდნენ მის დაშლას. დაახლოებით 80,000 დაშლიდან 2% ნახევარში ანტიმატერიის შესაბამისი ნაწილაკი არ წარმოიქმნა, რაც ფიზიკის სიმეტრიის კანონების დარღვევაზე მიუთითებს. ახლა ჩნდება კითხვა, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ კვარკი ერთი ენერგეტიკული დონიდან აეღო და მეორეში გადაეტანა, რათა ენახა რა მოხდებოდა. ბუნების შესაძლებლობების გამოცდა და იმის გარკვევა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ადრეულ სამყაროში. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გავრცელებული იყო ასეთი ნაწილაკები ადრეულ სამყაროში. მაგრამ ძალიან მცირე ასიმეტრიაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ საბოლოოდ მატერიისგან შემდგარი სამყარო მიგვეღო ანტიმატერიის გარეშე. როდესაც ვამბობთ ანტიმატერიის გარეშე, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიმატერია საერთოდ არ არსებობს. ჩვენ მას ლაბორატორიებში ვქმნით. ასევე მზის ბირთვშიც წარმოიქმნება. უბრალოდ ის ყოველთვის მატერიის ნაწილაკთან წყვილად ჩნდება. აქ საუბარია იმ მარტოხელა მატერიის ნაწილაკებზე, რომლებმაც გადარჩენა მოახერხეს. ეს აღმოჩენა მატერია ანტიმატერიის ასიმეტრიის საიდუმლოს პირველი ბზარია. შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო მეტი რამ გავიგოთ. ამ ეტაპზე ეს არის გაზომვა, რომლის ახსნაც არცეთ არსებულ ფიზიკურ თეორიას არ შეუძლია. ის ეწინააღმდეგება ფიზიკის ზოგიერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს. ამიტომ ღირს ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევების თვალყურისდევნება. და ბოლოს ცოტა გავერთოთ. შესაძლოა ანტიმატერიის ნაწილაკები ადრეულ სამყაროში მართლაც შეიქმნა. მაგრამ როგორღაც ჩვენი სამყაროდან გავიდა და სხვა სამყარო შექმნა, მთლიანად ანტიმატერიისგან შემდგარი სამყარო. თუ იქ ვარსკვლავები, პლანეტები და სიცოცხლე არსებობს, ყველაფერი ანტიმატერიისგან იქნება აგებული. და თუ ოდესმე ასეთი სამყაროდან უცხო პლანეტელები ჩვენ სამყაროში მოხვდებიან, პირველი რასაც გავაკეთებ, მონეტის გადაგდება იქნება. თუ უცხო პლანეტელი მონეტის დაჭერისას მყისერად აფეთქდება, ეს ნიშნავს, რომ ის ანტიმატერიისგან იყო შექმნილი და სხვა სამყაროდან მოვიდა. ამიტომაც ყოველთვის თან დამაქვს მონეტა, ყოველი შემთხვევისთვის. ამჟამად ეს უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ერთ დღეს სამეცნიერო ფაქტადაც იქცეს. სწორედ ეს არის ამ ისტორიის არსი. მე ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ მიმართულებას და თქვენს გიწვევთ იგივე გააკეთოთ.
რა მოხდებოდა, რომ კაცობრიობას სამყაროს პირველი ვარსკვლავების კვალისთვის მიეგნო? შესაძლოა სწორედ ამის ზღვარზე ვდგავართ. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა უძველესი გალაქტიკების სინათლე, რომელშიც მეცნიერებმა მძიმე ელემენტების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვუყურებთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ პირველად აინთნენ. ნილ დეგრას ტაისონის მორიგ ვიდეოში გავარკვევთ, რა არის პოპულაცია 3-ის ვარსკვლავები, რატომ ეძებენ მათ ასტრონომები უკვე 10 წლეულებია. როგორ ეხმარება ჯეიმს ვებს სამყაროს ყველაზე შორეული ეპოქების დანახვაში და რამდენად მყარია ეს აღმოჩენა სინამდვილეში. თუ ეს შედეგი დადასტურდა, შესაძლოა ჩვენ პირველად შევიხედოთ კოსმოსის იმ ეპოქაში, როდესაც სამყაროში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც პლანეტები, არც სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტები და მხოლოდ პირველი ვარსკვლავები ანათებდნენ. JWST finding the ჯეიმს ვების ტელესკოპმა სამყაროს პირველი ვარსკვლავები აღმოაჩინა? რა ხდება? ცოტა უკან დავბრუნდეთ. ჩვენი ვარსკვლავი მზე ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, რომელთა წარმოშობას დიდი აფეთქებიდან ვადევნებთ თვალს. კარგი, მაგრამ დანარჩენი ელემენტები, ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, სილიციუმი, რკინა და ათობით სხვა ელემენტი, რომლებიც დიდი აფეთქების დროს არ არსებობდა. ისინი სადღაც უნდა წარმოქმნილიყვნენ. და ჩვენ ვიცით, საიდან გაჩნდნენ. ისინი ვარსკვლავებიდან მოვიდნენ. they came from stars. ადრეული ვარსკვლავებიდან, რომლებმაც თავიანთ ბირთვებში თერმობირთვული შერწყმის გზით შექმნეს ეს ელემენტები. Through thermonuclear fusion. This ვარსკვლავების სამთაობას, როგორც ჩვენი მზეა და რომელსაც პლანეტების შექმნა შეუძლია, დაახლოებით 5 მილიარდი წლის ასაკი აქვს. universe is about 14 billion years. სამყარო კი დაახლოებით 13-14 მილიარდი წლისაა. ასე რომ ჩვენ საკმაოდ გვიან გამოვჩნდით. Before our როდესაც ჩვენი მზის სისტემა ჩამოყალიბდა, სამყარო უკვე დაახლოებით 2/3 იყო დაბერებული. ისტორიული მიზეზების გამო ჩვენი თაობის ვარსკვლავებს, როგორც მზეა და რომლებმაც ჩვენი პლანეტები შექმნეს, პოპულაცია 1 ვუწოდეთ. we asked, sure შემდეგ ვიკითხეთ, ამ თაობამდე არსებული ვარსკვლავები ალბათ ნაკლებ მძიმე ელემენტებს შეიცავდნენ, რადგან მძიმე ელემენტები დროთა განმავლობაში გროვდება. ამიტომ დავიწყეთ ისეთი ვარსკვლავების ზებნა, რომლებშიც მძიმე ელემენტების შემცველობა მზეზე ნაკლები იქნებოდა და ვიპოვეთ ისინი. than that of the sun. And we found them. ისინი ძირითადად ირმის ნახტომის ჰალოში ცხოვრობენ. ეს ირმის ნახტომის ის ნაწილია, რომელიც ჩვენი მოდელების მიხედვით სავარაუდოდ პირველად ჩამოყალიბდა. Probably formed first. ამიტომ მათ პოპულაცია 2 ვარსკვლავები ვუწოდეთ. These have a მათში მძიმე ელემენტების რაოდენობა ჩვენს მზისაზე მხოლოდ მეასედია. არ ველით, რომ მათ გარშემო განვითარებული პლანეტური სისტემები არსებობდეს. ამისთვის საჭირო ინგრედიენტების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. was low. მაგრამ მე ვთქვით, მოითმინეთ ერთი წუთით. თუ მათშიც არის მძიმე ელემენტები, ისინი პირველი ვარსკვლავები ვერ იქნებიან. The first stars, if they რაც არ უნდა მცირე იყოს ეს რაოდენობა, ჩვენი მძიმე ელემენტების მეათედი, მეასედი, ან თუდაც მეათასედი. ეს მაინც 0-ზე მეტია. even 1,000th is still more than 0. ასე რომ ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან პირველი ვარსკვლავები. So thus was birthed და სწორედ აქედან დაიწყო პირველი ვარსკვლავების ძიება. stars. These ეს ვარსკვლავები საერთოდ არ უნდა შეიცავდნენ მძიმე ელემენტებს. just be hydrogen ისინი მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან უნდა შედგებოდნენ. stars, having რადგან მათ დაბადებამდე არ არსებობდა ვარსკვლავთა არც ერთი თაობა, რომელიც მათ წარმოშობის ღრუბელს სხვა ქიმიური ელემენტებით გამდიდრებდა. was born with. So we go from ასე რომ გვაქვს პოპულაცია 1, შემდეგ პოპულაცია 2 და ამ პირველებს რა დავარქვათ? პოპულაცია 3. so I'm apologizing და აქ მთელი ასტროფიზიკის სახელით ბოდიშს ვიხდი, რადგან ეს ყველაფერი დროის საპირისპირო თანმიმდევრობითაა დანომრილი. first time order. By the way, სხვათა შორის, თუ დღეს ვარსკვლავი იბადება, მასში მძიმე ელემენტების რაოდენობა მზეზე ბევრად მეტი იქნება, რადგან მზე 5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ასეთებს თეორიულად პოპულაცია 0-იც კი შეიძლება ვუწოდოთ. population 0. თავარი ისაა, რომ პოპულაცია 1-დან მოყოლებული ყველა ვარსკვლავის საუკეთესო კანდიდატია სიცოცხლის ძიებისათვის, რადგან მათში ყველა საჭირო მძიმე ელემენტი არსებობს. ახლა კი ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე გადავიდეთ. ეს ტელესკოპი განსაკუთრებული სიზუსტითაა მორგებული გალაქტიკების დაბადების დასაკვირვებლად. მან აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მითურ პოპულაცია 3-ის ვარსკვლავებზე მიუთითებდეს. From a galaxy აღმოჩენილია სინათლე გალაქტიკიდან, რომლის სპექტრიც შესწავლილია. სპექტრი გვიჩვენებს, რომელი ელემენტები იმალება ვარსკვლავების ატმოსფეროში.
როდესაც მზის სპექტრს ვუყურებთ, ხედავთ ნახშირბადის, აზოტის, სილიციუმის, ნატრიუმისა და სხვა ელემენტების უნიკალურ ანაბეჭდებს. იგივე მეთოდი სხვა ვარსკვლავებზეც მუშაობს. მაგრამ როდესაც ამ ადრეულ galaktikas ვაგვირდებით, მძიმე ელემენტების არანაირი კვალი არ ჩანს. ეს დღემდე საუკეთესო მტკიცებულებაა პოპულაცია 3-ის ვარსკვლავების არსებობისთვის. ვარსკვლავებისა, რომლებიც მხოლოდ დიდი აფეთქების დროს წარმოქმნილი ელემენტებისგან შედგებიან. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ნებისმიერ ახლად დაბადებულ ვარსკვლავურ ოჯახში შეგვიძლია ვიკითხოთ, რამდენია მცირე მასის ვარსკვლავი, რამდენია საშუალო მასის და რამდენია დიდი მასის. ყველგან სადაც კი გვინახავს, მცირე მასის ვარსკვლავები ბევრად მეტია, ვიდრე დიდი მასის. ეს პირველი ფაქტია. მეორე ფაქტი ისაა, რომ ყველაზე მასიური ვარსკვლავები ძალიან სწრაფად იწვევიან და კვდებიან, რამდენიმე 100,000 ან მაქსიმუმ მილიონი წლის განმავლობაში. დაბალი მასის ვარსკვლავები კი ტრილიონობით წელსაც კი ცოცხლობენ, უფრო მეტხანს, ვიდრე სამყაროს ამჟამინდელი ასაკია. თუ პირველი თაობის ვარსკვლავებიც ჩვეულებრივად წარმოიქმნებოდნენ, ბევრი დაბალი მასის პოპულაცია 3-ის ვარსკვლავი დღესაც უნდა არსებობდეს ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ეს გვაიძულებს დავასკვნათ, რომ პირველი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი დაბალი მასის ვარსკვლავებს არ ანიჭებდა უპირატესობას. სავარაუდოდ მხოლოდ ძალიან მასიური ვარსკვლავები წარმოიქმნებოდა. ყველაფერი, რაც ვარსკვლავების დაბადების, ევოლუციისა და სიკვდილის შესახებ ვიცით, გვეუბნება, რომ არსებობს ზღვარი, რამდენი გაზი შეიძლება დაგროვდეს მომავალი ვარსკვლავის გარშემო. ამ ზღვარს რადიაციული წნევა განსაზღვრავს. როდესაც ვარსკვლავი ინთება, სინათლის ენერგია გარეთ გასვლას ცდილობს. თუ იქ მძიმე ელემენტებია, ისინი ამ ენერგიის მოძრაობას ნაწილობრივ აფერხებენ და დამატებით გაზს ვარსკვლავზე დაცემაში უშლიან ხელს. ამგვარად ვარსკვლავის ზრდა თვით შეზღუდვად პროცესად იქცევა. მაგრამ თუ პოპულაცია 3-ის ვარსკვლავი ხარ და მძიმე ელემენტები საერთოდ არ გაქვს, არაფერი არსებობს, რაც ამ პროცესს შეაფერხებს. შედეგად, სიკაშკაშე შეიძლება უზარმაზარი გახდეს და მასაც განუწყვეტლივ ემატებოდეს. ზოგი მოდელი ასეთ ვარსკვლავებს მზეზე 100-ჯერ უფრო მასიურად მიიჩნევს. ზოგ უკიდურეს შემთხვევაში კი 1000-ჯერ უფრო მასიურადაც. ჩვეულებრივი მოდელების მიხედვით, ყველაზე მასიური ვარსკვლავები დაახლოებით 50, 60 ან მაქსიმუმ 100 ჩვენი მზის მასით შემოიფარგლებიან. ამიტომ პოპულაცია 3-ის ვარსკვლავები სრულიად განსხვავებულ სახეობას წარმოადგენენ. ისინი უხვად ასხივებდნენ ულტრაიისფერ სინათლეს. ეს ძალიან მაღალი ენერგიის გამოსხივებაა. მაგრამ ჯეიმს ვების ტელესკოპი ინფრაწითელ სინათლეს ხედავს. მას როგორ ხედავს ის ამ galaktikებს? იმიტომ რომ 13 მილიარდი წლის განმავლობაში სამყარო გაფართოვდა და ულტრაიისფერი სინათლის ტალღის სიგრძე თანდათან გაიზარდა. დღეს ეს სინათლე ჩვენამდე ინფრაწითელი გამოსხივების სახით აღწევს. ამიტომ ჯეიმს ვების ტელესკოპს თავისი დიზაინით შეუძლია ადრეული სამყაროს ულტრაიისფერი სინათლის დანახვა ინფრაწითელ დიაპაზონში. ამის გარდა, ასეთი შორეული galaktikების აღმოჩენა მხოლოდ მანძილის გამო ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ჩვენსა და სამიზნე galaktikas შორის galaktikების გროვა მდებარეობს. galaktikების ამ გროვას უზარმაზარი გრავიტაცია აქვს. სადაც ძლიერი გრავიტაციაა, იქ არის ის, რასაც აინშტაინი გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებდა. შუალედური galaktikების განლაგებიდან გამომდინარე, უკლინდან მომავალი სინათლე შეიძლება ფოკუსირდეს. შედეგად, ჩვენ შორეული galaktikis გადიდებულ გამოსახულებას ვხედავთ, რომელიც სხვაგვარად შეუმჩნეველი დარჩებოდა. სწორედ გრავიტაციული ლინზირება გვაძლევს ამ ობიექტის დანახვის შესაძლებლობას. ულტრაიისფერი გამოსხივება ჯეიმს ვებს საშუალებას აძლევს ის დაინახოს, ხოლო მძიმე ელემენტების კვალის არარსებობა გვაძლევს საფუძველს. ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა სამყაროს პირველი ვარსკვლავები აღმოვაჩინეთ. რა არის გაურკვევლობები? ნებისმიერი კარგი სამეცნიერო ანგარიში მათზე საუბრობს. შესაძლოა გზაში გაზის ღრუბელი იყოს, რომელიც მძიმე ელემენტების არ მქონე ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ქმნის.
ტელესკოპი მხოლოდ სინათლეს აფიქსირებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სინათლე ვარსკვლავებიდან მოდის, მაგრამ შესაძლებელია, რომ გზაში არსებული გაზის ღრუბლების გავლენაც იყოს. უფრო ადვილია წარმოვიდგინოთ გაზის ღრუბელი, რომელსაც მძიმე ელემენტების საერთოდ არ აქვს და რომელიც პირდაპირ დიდი აფეთქებიდანაა შემორჩენილი. ამიტომ აღმოჩენა ჯერ კიდევ დადასტურებას საჭიროებს. მაგრამ თუ დადასტურდა, როგორც ყველა სამეცნიერო შედეგს სჭირდება, სანამ ობიექტურ ჭეშმარიტება ჩაითვლება, ეს იქნება სამყაროს პირველი ვარსკვლავების არსებობის პირველი მტკიცებულება. ეს შედეგი გამოქვეყნდა ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში. ჩემი სამი კოლეგის, ვიმს ბოლის, ჰასლეტისა და ბრაიანის მიერ. ორი მათგანი ტოლედოს უნივერსიტეტიდანაა, ერთი კი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ეს იყო მათი მცდელობა ადრეული სამყაროდან მიღებული მონაცემები გაეანალიზებინათ და გაერკვიათ, რა ხდებოდა იქ. მე ნილ დეგრას ტაისონი ვარ, როგორც ყოველთვის, განაგრძეთ ცისკენ ყურება. To keep looking up. აი აქ მთავრდება ჩვენი მოგზაურობა ნილ დეგრას ტაისონთან ერთად. სამყაროს ყველაზე შორეულ წარსულში. შესაძლოა ჯეიმს ვების ტელესკოპმა მართლაც დააფიქსირა იმ ვარსკვლავების კვალი, რომლებმაც კოსმოსური ისტორიის პირველი თავი დაწერეს. თუმცა მეცნიერებაში საბოლოო პასუხები მხოლოდ მტკიცებულებებით მოდის. და აღმოჩენას ჯერ კიდევ დამატებითი დადასტურება სჭირდება. თუ ეს შედეგი გამართლდა, ჩვენ შეიძლება პირველად დავინახოთ ის ეპოქა, როდესაც სამყაროში მხოლოდ წყალბადი, ჰელიუმი და პირველი ვარსკვლავების სინათლე არსებობდა. თუ ვიდეო მოგეწონა, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ამ ვიდეოს მოწონება. კომენტარებში კი დაწერე კიდევ რომელი მეცნიერის ან სამეცნიერო საკითხებზე მომუშავე ცნობილი პიროვნების ვიდეოს იხილავდით ქართულ ენაზე. დროებით.